კავკასიის რეგიონში საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება არის რუსეთისთვის ახლა ყველაზე საიმედო პარტნიორი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, ფაქტობრივად კვირა არ გავა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირების მხრიდან არ გავრცელდეს განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით და ეს განცხადება ყოველთვის შეიცავს ქებას ქართული ოცნების მიმართ და იმ პოლიტიკის მოწონებას, რომელსაც ატარებს ქართული ოცნების ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ერთ-ერთი ასეთი იყო სწორედ აშხაბადის ფორუმი, სადაც ირაკლი კობახიძე მაგიდა გაიზიარა რუსეთის ომის დამნაშავე დიქტატორთან არ დატოვა დემონსტრაციულად დარბაზი, როდესაც ვლადიმერ პუტინი გამოდიოდა სიტყვით ამ დარბაზში და ამის შემდგომ ისაუბრა ოკუპაციაზე ორი სიტყვით ისე რომ არ ახსენა ვინ იყო ოკუპანტი და შესაბამისად ანალიტიკოსები ყოფილი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ფორუმით და ირაკლი კობახიძის ეს პოლიტიკური ცვლილები არ დარჩენილა უყურადღებოდ კრემლში და შესაბამისი ქებაც მორიგჯერზე მიიღო ქართულმა ოცნებამ. ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, რომელიც კარგად არის ჩამოყალიბებული მათ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, ანუ ის რომ ჩვენ საქართველოსთან ვითანამშრომლობთ, თუ მან მიიღო ახალი რეალობები. და კალუგინმა ახალი არაფერი არ თქვა, ოღონდ როგორც რუსეთს ჩვევიათ საერთოდ ნებისმიერი თითქოს და პოზიტიური განცხადება ძალიან ცინიკურად გააკეთა რა, იმიტომ რომ შეადარა საქართველოს იმას, რა ქვია, ხურდაფულს მაგალითად. პროტესტის საშუალება ჰქონდა ბატონ ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან მისი გამოსვლა იყო დაგეგმილი პუტინის გამოსვლის შემდეგ და რა თქმა უნდა შეიძლება უფრო მეტი პრინციპულობით ელაპარაკა ზოგადად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალიან ისე თქვა რა, სუსტად რომ ოკუპაცია თითქოს და განაცხადა, მაგრამ პრინციპულობა ამას ნამდვილად აკვდა. რუსეთისთვის რა სარგებელი აქვს ივანიშვილის რეჟიმს რუსული გავლენების დასამკვიდრებლად საქართველოზე, ჩემთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ საქართველოს რა სარგებელი აქვს ამ პოლიტიკით? აქ არის მთავარი გარღვევა, იმიტომ რომ თუ საუბარია დეოკუპაციაზე და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე, აქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა ანექსიური პროცესებით დაწყებული, მათ შორის რუსული ვერსიის გამართებით აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ერთ-ერთი თუ საუბარია ხელშესახებ შედეგზე, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ეკონომიკაში ასე ვთქვათ სიკეთეების მოტანა იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ოკუპანტ ქვეყანას აძლიერებ უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში, მათ შორის ეკონომიკურად და ეს აქცენტები აქ ძალიან მკაფიოდ ჩანდა. ისინი საქართველოს ხედავენ ზუსტად აი ამ აშხაბადის გავს შეხვედრას, არა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რომელიღაცა ფორუმზე, არამედ აი იქ, სადაც ზის პუტინი არავინ წინააღმდეგობას არ უწევს, ხომ? აი ეს არის სადაც ისინი ხედავენ საქართველოს. იმ სამყაროს ნაწილად ხედავენ საქართველოს და ეს ყველაფერი ჩანს როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო. ისინი ცდილობენ რუსული ტიპის მმართველობის შექმნას ჩვენს ქვეყანაში. რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში საქართველოზე ამჯერად ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და ეს პოლიტიკური ფიგურა წესით მისი თანამდებობით საერთოდ კავშირში არ უნდა იყოს საქართველოსთან, ვინაიდან საქართველო არ არის დსთ-ს წევრი, თუმცა ქართულმა ოცნებამ დღეს მაინც ჩათვალა საჭიროდ და უპასუხა მიხაილ კალუგინს.